გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავა. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ხდება, მის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წარუდგენს, საპარლამენტო პროცედურების შემდეგ კი ისუსის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ანდრი ოხანაშვილს ცვლის. რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება ამ საკადრო ცვლილებაზე, ამას სოფო ბერიძე გვეტყვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პირველ ეტაპზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ცნობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. ამის შემდეგ კი თავდაცვის კომიტეტზე მოხდება ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის განხილვა. კომიტეტის დასკვნა გადაეგზავნება პარლამენტის ხტომას და სწორედ პლენარულ ხტომაზე მოხდება ახალი ხელმძღვანელის არჩევა. მმართველი პარტიის წევრები გვეუბნებიან, რომ საკადრო გადაადგილება ბუნებრივი პროცესია და ის ყოველ ჯერზე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას ემსახურება. ქართული ოცნება ახალ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს წარმატებებს უსურვებს. დეპუტატები საუბრობენ მის პოლიტიკურ და პროფესიულ გამოცდილებაზე და დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოცდილი პროფესიონალის ხელში იქნება. კადრების გადაადგილება, ეს არის ძალიან ჯანსაღი და აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა სახელმწიფო სტრუქტურაში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ბატონმა ანდრე ოხანაშვილმა დაწვრილებით ახსნა გადადგომის მიზეზები, ის ახალი სტატუსი, რომელიც მას ექნება, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ფასდაუდებელია მისი ანალიტიკური უნარჩვევები, ის გამოცდილება, რომელიც ბატონმა ანდრემ დააგროვა ამდენი წლის განმავლობაში და ის აუცილებლად წაადგება მას ახალი ფუნქციების შესრულებაში. რაც შეეხება სუსის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას, ბატონი მამუკა მდინარაძე არის გამორჩეული პროფესიონალი, ის არის განსაკუთრებული ლიდერული უნარჩვევებით დაჯილდოებული ადამიანი. მე ვარ ღმად დარწმუნებული, რომ ახალ პოზიციაზე, რაზედაც მას საქართველოს პარლამენტის ხარდაჭერა აუცილებლად იქნება, იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის. მამუკა მდინარაძე არის ლიდერი, რომელიც არასდროს არაფერზე არ იხევს უკან საკუთარი ქვეყნისთვის და მას გამორჩეულად აქვს გამსაფრებული როგორც პატრიოტიზმი, ასევე სახელმწიფოებრივი ხედვა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ თანამშრომლობდით საქართველოს პარლამენტში, ის ნამდვილად იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ იღლებოდა საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნის. სწორედ ამ თვისებების გამო დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უფროსი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის, რა თქმა უნდა, გამოწვევები დღეს ჩვენს ქვეყანას ამმართველებით აქვს ძალიან ბევრი და ამ სამსახურის ეფექტურ მუშაობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება. ფაქტი ერთია, რომ დღიდან დღემდე თითოეული ცვლილებიდან მეორე ცვლილებამდე ძლიერდება სახელმწიფო მმართველობა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად და ეფექტიანი ფუნქციონირება. და ეს ამ ეს პროცესი გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, მე მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ანდრის და დარწმუნებული ვარ, რომ ის არსად არ მიდის და ის გააგრძელებს თავის საქმიანობას ამავე სფეროში. ერთი მენაც ნამდვილად გული მწყდება ამ ნაწილში არის, რომ ბატონი მამუკა ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას ამ ნაწილში, ვინაიდან იგი ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწილი და ასე ვთქვათ მონაწილე ამ პროცესის. ბევრი წელია ვიცნობ ბატონ მამუკას, არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად ეფექტიანად წარმატებით არ უპასუხებს და ამიტომ აქაც დარწმუნებული ვარ და მშვიდად ვარ, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში. მთავარი მიზანი არის ის, რომ გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ზრუნვა. მამუკა მდინარაძეს გააჩნია მდიდარი გამოცდილება, როგორც პრაქტიკოსი იურისტი, ის სრულად იცნობს ამ სამართალდაოცავ სისტემას, არა გარედან, არამედ შიგნიდან. ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც ამას აკეთებდა და დიდი გამოცდილება დაუგროვდა წლების განმავლობაში. ურთულეს წლებში მართა უმრავლესობის და ფრაქციის საკითხები, ასე რომ ამ ახალი ამოცანებიდან გამომდინარე უსაფრთხოების მიიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, რომ უფრო მობილური ყოფილიყო ხელმძღვანელი ასეთ საკითხებში, ასე რომ მას წარმატებას უსურვებ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილების შესახებ 2 დღის წინ გახდა ცნობილი. ამ ცვლილების თანახმად სუსის ყოფილი უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება უსაფრთხოების საკითხებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი ქართული ოცნების უკვე ყოფილი აღმასრულებელი მდივანი უხელმძღვანელებს საპარლამენტო პროცედურების გავლის შემდეგ სწორედ მამუკა მდინარაძე იქნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე გვერდებოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ბექა კობახიძე საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების შესახებ. მმართველი გუნდის შეფასებით ბექა კობახიძე რადიკალური იდეოლოგიით გამოირჩევა, ეს გადაწყვეტილება კი ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანის იდეოლოგია ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის მისაღებია. მეგინ არსავიძია თემით პირდაპირ ეთერში. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ვიდეოს სპიკერი არის აქციების აქტიური მონაწილე და რადიკალური განცხადებებით გამორჩეული ბექა კობახიძე. ევროპულ ღირებულებებზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ის ადამიანის საუბრობს, რომელიც საკუთარი ქმედებებითა და გზავნილებით აცდენილია სწორედ ევროპულ ფასეულობებს. შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა საპატრიარქოს მისამართით და ამართლებს მსჯავრდებული სააკაშვილის რეჟიმს. მედია არქივი ინახავს მის განცხადებებს, სადაც სააკაშვილს აქებს. სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, ვესტერნიზატორი, მისიის განცდით გამსჭვალული პოლიტიკოსი და ეფექტური სახელმწიფო აპარატის შემქმნელი. სახელმწიფო ოცნებამ მიიტაცა ეკლესია შიო ჯაღმაიძის პრორუსულმა ჯგუფმა. ბექა კობახიძისნაირი ადამიანების მხარდაჭერა მათი რადიკალიზმის წახალისებას ნიშნავს სახელისუფლებო გუნდისთვის. ქართული ოცნების წევრების განმარტებით სამწუხაროა, რომ ბექა კობახიძე სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში გამოჩნდა. ეს პირველ რიგში აზიანებს ქართველი ხალხის თვალში ევროკავშირის იმიჯს. ბექა კობახიძეს იმ პოლიტიკურ ძალაში აქებენ, რომელიც მასთან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას. ესაა ნაციონალური მოძრაობა. მათ შორის რა თქმა უნდა ალბათ რის გამოც მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას იყო მისი პროფესიული რეპუტაცია. გაუგებარია ხშირად რა გაუჭირდათ ხოლმე, რა უჭირს ხოლმე ასეთი ევროკავშირის დელეგაციას, რომ მაინც და მაინც რადიკალიზმით ცნობილი სახეებმა უნდა ილაპარაკონ დემოკრატიის საფუძვლებზე, პირველ რესპუბლიკაზე და ასე შემდეგ. სხვა ლოგიკური ახსნა არ არის, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი და ის სახე და იდეოლოგია, რაც ეს წარმოადგენს, არის მათთვის როგორც ჩანს მისაღები და ნორმალური. და ეს არის, როდესაც ვამბობთ ხოლმე დანანებით, რა თქმა უნდა, რომ დასანანია, რომ სწორედაც ამ ძალადობას და ესე ძიზღის ენას თან ასოცირებენ ხოლმე ზოგიერთი ასოცირებს ხოლმე ზოგიერთი უცხოური ძალა. ეს არის რეალურად მათი სახე. კაცი ამართლებს წინა ხელისუფლების ქმედებებს, რომ ვესტერნიზაციისთვის ეს გასაკეთებელი იყო. და ამას აფინანსებს ამ პროპაგანდას ასეც ევროკავშირი. აი ეს არის თავარი უბედურება. რას არგუმენტები მას გააჩნია გასასამართლებლად წინა ხელისუფლებისა. ძალიან კარგად გამოდგება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამაზე კარგ არგუმენტებს რატომ არის არაკონსტიტუციური ნაციონალური მოძრაობა, ეს კაცი რასაც ამბობს, იმაზე უკეთეს ვერც მოიფიქრებ. ესე იგი, კაცი ამბობს, რომ ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა დაცვისა შეგიძლია წყალში მოისროლო. აღარაფერს ვლაპარაკობ, ისინი ხო საქართველოს კონსტიტუციას და მის მეორე თავს არავინ არ აცნობს. ესენი ყველაფერი შეგიძლია გადაყარო, თუ არის ნათელი იდეა იმისა, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ვესტერნიზაცია და ადამიანების შეცვლა. ეს ადამიანი არის რადიკალური გაჯგუფებების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც გამოირჩევა ყველაზე რადიკალური და ძალადობრივი მოწოდებებით. როდესაც ევროკავშირი მსგავს პერსონებს აფინანსებს პირდაპირ თუ ირიბად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატები პირდაპირ ხდებიან წამახალისებლები ძალადობისა და პოლარიზაციის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მსგავს ქმედებებზე, ვინაიდან ჩვენ საზოგადოებას თვალსაჩინოს არაფერი არ გამორჩება და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ შედეგს ვიღებთ იმას, რომ ჩვენ საზოგადოებაში რეპუტაცია ერახება თვითონ ევროკავშირს. რატომ შეარჩიეს რადიკალური გზავნილებით გამორჩეული ბექა კობახიძეს სპიკერად? ამ კითხვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ეს მეგინ არსავიძე იყო.
რუშინ რუსაველის გამზირზე საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა, ის რუსი ტურისტი ეგონათ, პოლიციამ ვითარება მალევე განმუხტა. ვიდეო სოციალურ ქსელში ლევან ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ფონზე ინციდენტები ხდება, თუმცა მათივე თქმით, ასეთი შემთხვევები იშვიათია. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მსგავსი რამ მიუღებელია და აუცილებელია ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის უფლება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული. არც ერთი დანაშაული არ მოხდა ამ ეთნიკურ ნიადაგზე, ეს არის თქო სრული манипуляცია და ტყუილი. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, ამაზე პასუხს გავცემენ, მათ შორის ამ შემთხვევაში მონაწილე პირები. სამწუხაროა, მაგრამ კარგია, რომ ეს ეგრეთ წოდებული აქტივიზმი ნენელა აშკარავებს თავის თავს და რეალურად ეს არის არა აქტივიზმი, არამედ სიძულვილის ენის და შოვინიზმის სახე. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენგანი ვცდილობთ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული, საზოგადოებრივი მშვიდობა იყოს დაცული, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვიღებთ დღენიადაგ მცდელობას, რომ სოციალური შუღლი, სოციალურ ნიადაგზე, საზოგადოებრივ ნიადაგზე იყოს შუღლი გაღვივებული და ამან მოიტანოს საზოგადოებრივი ნეგატიური საზოგადოებრივი პროცესები. კარგად გამოჩნდა ის სიბნელე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში არსებობს და ეს ადამიანები მერე გველაპარაკებიან ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, როდესაც მათ არაფერი საერთო ევროპული ღირებულებებთან არ გააჩნიათ. დანიშნულება აქვს რომელი ქვეყნის მოქალაქეა ყველაზე მიუღებელი ძალადობა ზოგადად ადამიანების მხრიდან და რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ სახე უთნელად რადიკალური ოპოზიციის. ეროვნული ნიშნით გამოყოფა ადამიანებზე თავდასხმა ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში, თუმცა რაოდენობა ამ ადამიანების, რომელიც ვითომ უწყვეტ პროცესს ატარებენ არადა სულ 50-60 სავარაუდოდ ნასვამი ადამიანი დაიარება ქალაქის ქუჩებში, რომლებიც ასევე თავს ესხმიან ადამიანებს, აი ყველაფერზე მეტყველებს რადიკალიზმის მძიმე შედეგებზე და მძიმე სახეზე, რომელიც კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინეს მათ. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოში, მხოლოდ მისი წარმოშობის გამო თავს დაესხა და თქვათ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები ჩაიდინა. რის გაკეთებას აპირებენ? რუსეთის პროვოცირებას აკეთებენ? რუსეთს ხო იცით საგარეო დოქტრინაში უწერია, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენება თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. რა რუსეთის სამხედრო ძალას იწვევენ საქართველოში, ვითომ და მათი მოქალაქეების უფლებების დასაცავად არ გამოუვათ. საქართველოში ყველა ლეგალურად ყოველი პირი იქნება დაცული მიუხედავად მათი წარმოშობისა და მისი მოქალაქეობისა. ევროკომისიამ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38 ადგილზეა. რეიტინგში საქართველოს პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის რეიტინგით ევროპაში ფინეთი, დანია, შვეიცარია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს. ევროპის უკანასკნელ ხუთეულშია ბელარუსი, რუსეთი, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი საქართველოს არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის და ლიდერობს კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში. საქართველოს უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს და ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა თავის შედეგებს გვაძლევს და საქართველოს არის მოწინავე ამ თვალსაზრისით. აი ამ ინდექსების და კვლევების ფონზე, როდესაც ჩვენ ევრობიუროკრატებისგან კიდევ გვესმის კრიტიკა, რა თქმა უნდა, აქ ყარდება ის არგუმენტები, რომ ისინი სუბიექტურები არიან, ისინი არ ლაპარაკობენ საკუთარი ინიციატივით, არამედ რაღაც სხვათა დავალებებს ასრულებენ, როდესაც უსამართლოდ გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ. სამხრივ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ევრობიუროკრატები ძალიან მძიმე დღეში არიან ევროკომისიის კვლევებიდან გამომდინარე, ვინაიდან ფაქტობრივად ამ ინდექსებმა გააშიშვლეს მათი სახე.
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე, ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას. გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის. პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვა იტამერ ბენ გვირმაც. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 ადამიანი დააკავა, დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩაატარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქალაქ თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოს და გლ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე დაეხმარებოდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს $70,000 აშშ. 2025 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვეს $10,000 აშშ, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება. მუნიციპალური ინსპექცია ნაძალადევში ერისთავის 26 ნომერში მდებარე შენობის მცხოვრებლებს მორიგ გაფრთხილებას აძლევს და შენობიდან გასვლისკენ მოუწოდებს. შენობაში, რომელსაც პირველადი შეფასებით მეოთხე ხარისხის დაზიანება აქვს, კომერციული ფართებია განთავსებული, რომელთა მესაკუთრეებიც ფართების დატოვებაზე უარს აცხადებენ. მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილებაც გამოაქვეყნა, მესაკუთრეებმა შენობა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. 7 კალენდარული დღე განისაზღვრებათ იმისთვის, რომ მიიღონ განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში. მათ შორის ერთ-ერთი ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს ფუნქციონირების დროებით შეზღუდვა, რათა შენობა ნაგებობაში არ მოხდნენ მოქალაქეები, ვინაიდან არის რისკის შემცველი აღნიშნული შენობა. არის ავარიული, არის საფრთხის შემცველი. აქედან გამომდინარე ზომები მივიღეთ, რომ საზოგადოებისთვის უსაფრთხო იყო ამ ტროტუარზე სიარული გადაღობებით, წარიღობით. ლაბორატორია ყავდა, ლაბორატორია ამბობს, რომ არის მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობა, საფრთხის შემცველი და აუცილებლად არის ზომები მისაღები, რადგანაც რამე საფრთხე არ მოხდეს. არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ დღეს ქალაქში და რამე საფრთხე არ მოხდეს. ჩვენ ყოველდღიურად ავდივართ თითქმის და ვნახულობთ, რომ არაფერი ჭირდება და აქეთ ამხარე ჯამთელია. ეს არის სვეტებზე. სვეტებზე რომელი კორპუსიც არის, ხო? არის მარტო იმის ჩამონგრევა იმ ადგილში, რაც პრობლემაა. კარკასული რო იყოს, წაიღებდა მთლიანად. არ არის საშიში რა. რო იყოს საშიში, მე თვითონ დატოვებ და გავიდოდი. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EJet ანკარა-თბილისი-ანკარის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს ფრენების სექტემბრის ბოლოდან კვირაში 4 სიხშირით. ყოველ ორ შაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. ეკონომიკისა და მigრაციის განვითარების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის პირდაპირი დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით. ამ შემთხვევაში საუბრობთ თბილისსა და ანკარას შორის რეგულარული რეისების დაწყებაზე, რომელსაც Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანია EJet განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკისა და განვითარების მინისტრსა და Turkish Airlines-ის მენეჯმენტს შორის გამართულ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, წარიმართა შესაბამის სამუშაო პროცესი და სექტემბრის ბოლოდან უკვე აღნიშნული ფრენები მიიღებს რეგულარულ სახეს კვირაში 4 სიხშირის რაოდენობით. აღნიშნული ავიაკომპანია გახლავს თურქეთის ავიახაზების შვილობილი ავიაკომპანია. თურქეთსა და საქართველოს შორის მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი და მზარდი საჰაერო მიმოსვლა, როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის მონაცემებით აღნიშნულ მიმართულებაზე 1,200,000-ზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის 47%-ში ადგენს.
ხვალიდან მეტროსადგური ვარკეთილი მგზავრების მიღებას დაიწყებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. თბილისის მერიის ცნობით სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით მეტროსადგური მუშაობას დილის 7 საათიდან დაიწყებს და 23 საათზე დაასრულებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სენაკის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და იმ ძირითად პრობლემებს გაეცნო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აწუხებს. ვაგზელებთ შეხვედრებს რეგიონში, კომპაქტურ ჩასახლებებში, სადაც ჩვენი დევნილები ცხოვრობენ, ჩვენი მიზანია მათთან შეხვედრა და იმ გამოწვევების დადგენა, რომელზეც შემდეგ ჩვენ მოვახდენთ რეაგირება, შევიმუშავებთ პოლიტიკას, რომელიც მორგებული იქნება მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ბატონი გიორგი ჯინჭარაძის ვიზიტი სენაკში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში იყო ძალიან საინტერესო და ღრმად შინაარსიანი, ძალიან ყურადღებით ესაუბრნენ თითოეულ ადამიანს, ვინც კი მივიდა მათთან, თავისი ჭირის გასაზიარებლად, რაღაც პირადი პრობლემებით და ასე შემდეგ. ჩვენ გვჯერა მისი, რაც მთავარია. საზოგადოება ქართული ახალგაზრდა პოეტებისთვის დაწესებულ ლადო ასათიანის სახელობის 2025 წლის პრემიას მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს. ლადო ასათიანის სახელობის პრემია საზოგადოება ქართულმა გასულ წელს დააარსა. პრემია განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტების მიერ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლექსებისთვის. ლადო ასათიანის სახელი განსაკუთრებული არის ყველა ქართველისათვის. სრულიად ახალგაზრდა ლადო ასათიანმა მარადისობა ისე დაიმკვიდრა, რომ წლები გადის და მისი სახელს უფრო მეტი შუქი ემატება. უკვე მეორე წელია, რას ფონდი ქართულის თანადგომით და მხარდაჭერით და იდეა რა თქმა უნდა იყო ამ ფონდის და ბატონი ვალერი ასათიანის მათი თანადგომით მწერალთა კავშირთან ერთად კეთდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი და მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ რომ ამ კონკურსში გაიმარჯვებს ერთი ახალგაზრდა პოეტი, ასევე მნიშვნელოვანია იმითაც რომ ყველა მონაწილე, ვინც კი ამ კონკურსში იღებს მონაწილეობას, მოხვდება ერთიან კრებულში. მწერალთა კავშირის გვერდზე და ლიტერატურულ გაზეთში გამოცხადდება ხვალიდან უკვე კონკურსი და შეგვიძლია მასალები მივიღოთ როგორც მისამართზე, ასევე ელექტრონულ მისამართზე. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში დაბრუნდებით ზუსტად 17 საათზე. დროებით.